გამარჯობა. ეს არის ნიტეკორეს ტენოდი ფანარი. მოყვება ესეთი ყუთი, ესეთ ყუთში დევს. მოყვება ასევე შარითა, რომელზეც არის კამერზე სამაგრი მორგებული, ან ესეთი კაუჭი, მაგალითად კარაბინისთვის. ასევე მოყვება ინსტრუქცია, რომელშიც ყველაფერი ძალიან დეტალურად არის განხილული, თუნდაც ის თუ როგორ უნდა დავამაგროთ აი ეს ნაწილი. ასევე განათების შესახებ, ყველანაირი ინფორმაცია, ასევე მოყვება დამტენი. დამტენი არის Type-C, ესეთი. აი ამ ყუთში იყო ეგ ესეთი პატარა ფურცელია, სახელი და გვარი. და ეს არის ჩამოსაკიდი, თუნდაც სამკლაური კარაბინზე, რომელიც უნდა მოთავსდეს ფანარზე შემდეგნაირად. თქვენ ალბათ ხედავთ აი ამ ნაწილს, ესეც მოყვება ეს რაღაცა. და ეს უნდა მოვათავსოთ აი აქ, აი ამ ნაწილის საშუალებით, მაგაზე დრო რო აღარ გავწავლოთ, პირდაპირ გავაგრძელოთ. აი ნახეთ, ესე გავიყვანთ პირველ ნაწილს და ეს ნაწილიც აი აქ შევა. კარგი, ამაზე დროს აღარ დავკარგავ, პირდაპირ გადავალ უშუალოდ ფანრის ახსნაზე. ერთ წამთ აი ეს. ფანარიც ასევე არის კამერზე სამაგრით, ან ჩანთა იქნება თუ რამე სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში ვიზუალურად შევაფასოთ და შემდეგ უკვე კონკრეტულად გადავიდეთ თითოეულ დეტალზე. ნახეთ, თვითონ ამ ფანარს აქვს Type-C, ნახეთ რა ადგილას აი ეს ნაწილი მოძრაობს, გვერდით როცა გადავწევთ, ამ შემთხვევაში USB გამოგვიჩნდება. ამ შემთხვევაში არის ესე, იმიტომ რომ რაიმე მტვერი არ ჩავიდეს, ან წყალი, ან რა ვიცი, ნებისმიერი რამე. ასევე საკმაოდ კომპაქტურია, პატარა ზომის არის და აქვს განათების 6 რეჟიმი. ეს 6 რეჟიმი სხვადასხვაგვარია, იმიტომ რომ შესაბამისად სხვადასხვა ლუმენის იქნება განათება. ყველაზე მცირე არის სულ რაღაც 5 ლუმენი, ხოლო ყველაზე მეტი მაქსიმალური არის 5000 ლუმენი. და ეს როგორ ირთვება ახლა, ნახეთ, ამ მოდელს აქვს ასევე ჩაკეტვის ფუნქცია. ახლა არ არის ჩაკეტილი, მაგრამ ნახეთ, აი ამ ნაწილს თუ მაღლა ავწევთ, აი ბოქლომი გამოჩნდება და ამ შემთხვევაში ფანარი არის ჩაკეტილ მდგომარეობაში, ანუ არ აინთება, შემთხვევით რომ არ აგვენთოს თუნდაც ჩანთაში. ხოლო როცა ამას ჩამოწევთ, მერე უკვე ინთება. ნახეთ, ახლა რაში მდგომარეობს ამ ფანრის ესეთი ძალიან კარგი თვისებები, როგორ გამოიხატება. ერთი ჩაჭერა არის უბრალოდ ჩართვა. აი ჩვეულებრივად ესე ჩაირთვა. მე ნახეთ, ბოლომდე ჩაჭერა კი არა, ოდნავ ესე ოდნავ დავაწვევით და ამ შემთხვევაში 4 რეჟიმს შეიცვლის. აი ეს უკვე მეორეა, აი გვერდით ნახეთ, როგორ აჩვენებს დამუხტვის მაჩვენებელი არის აი ეს. ისო პატარა, ფრთხილად ვაწვევით და ესე ძალიან მაგრად ნათდება. მაგრამ ნახეთ, თუ ამ მცირედ ჩაჭერებს ოდნავ დიდხანს გავაჩერებთ, ხელს არ აუშვებთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთ რეჟიმს შეიცვლის. აი ესე. მაგრამ თუ კიდევ აი ამ ნაწილს ბოლომდე ჩავაწვევით, ეს იქნება მე-6 რეჟიმი, ეს არის 5000 ლუმენი და აი ესე ისო ხელისაშვებით დაუბრუნდებით საწყის ეტაპს. ნახეთ, თუ მაგრად ჩავაწვევით, პირდაპირ გაითიშება. ერთი დაჭერა, მოკლედ რო შევაჯამოთ, არის უბრალოდ ჩართვა. მერე ცოტა ჩაჭერაზე ესე იცვლის. თუ ამ ცოტა ჩაჭერას, ესე რომ ვთქვათ, ხანგრძლივად გავაგრძელებთ, არის მე-5 რეჟიმი. თუ ხელს არ აუშვებთ და კიდე ბოლომდე ჩავაწვევით, ამ შემთხვევაში მე-6 რეჟიმია, ხელს უშვებთ და უბრალოდ ჩვეულებრივად აგრძელებს აი ესეთნაირად. ბოლომდე ვაწვევით და მოწყობილობა ითიშება საერთოდ. ასევე ეს მოდელი არის სულ რაღაც 171 გრამი და ზომები, ხედავთ, სიგრძეებით დაახლოებით 12-13 სანტიმეტრი. ასევე ამ მოდელისთვის უნდა იცოდეთ ის, რომ საიტზე აქაც დეტალურად არის ინფორმაცია იმის შესახებ, მაგალითად, რომელი რეჟიმი რამდენ მეტრზე ანათებს და ასე შემდეგ, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ მაგალითად, თუ მაქსიმალურზე, აი მე-6 რეჟიმზე დავაყენებთ, ამ შემთხვევაში ამ მოდელს შეუძლია გაანათოს 500 მეტრი, გაცრავთ, 500 მეტრი. თუ მინიმალურზე დავაყენებთ 5 მეტრზე, 5 ლუმენზე, ამ შემთხვევაში სულ რაღაც 27 მეტრს გაანათებს. ამ შემთხვევაში თუ 5 ლუმენი გვექნება დაყენებული მოწყობილობას, სულ თუ 5 ლუმენზე იქნება, ამ შემთხვევაში მოწყობილობამ შეიძლება იმუშაოს 90 საათი. წარმოგიდგენიათ ხო 90 საათი ფანარი რომ მუშაობს და თუ მაქსიმალურზე ვამუშავებთ, აი სულ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ბევრად სწრაფად დაგვიჯდება.
ასევე ამაზე უნდა იცოდეთ ის, რომ აქვს ჩაშენებული ელემენტი 6000 მAh-იანი და ასევე მოწყობილობა არის მეტალის. კიდევ რა შეგვიძლია ამაზე თქვა? ის რომ არის წყალგაუმტარი IP68 ხარისხით, ოღონდ რა თქმა უნდა 2 მეტრის სიღრმეზე, 2 მეტრის ქვემოთ, რა თქმა უნდა წნევა იცვლება და ამ შემთხვევაში მოწყობილობა წყალგაუმტარობას დაკარგავს. ასევე დარტყმა გამძლეც არის, ოღონდ რას გულისხმობ ახლა დარტყმა გამძლეში ამ შემთხვევაში თუ დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე გვაქვს მოწყობილობა, მაგალითად ამ მდგომარეობიდან რო დაგვივარდეს რეკომენდაციას გასცემენ, რომ არაფერი არ მოუვა და ეხლა თუ 2 მეტრის მაღლიდან გადმოვაგდებთ, 2 მეტრის სიმაღლიდან ჩვენც რო ჩამოვხდეთ, სავარაუდოდ ჩვენც რამე დაგვიზიანდება. ასე რომ მოკლედ 2 მეტრიდან თუ ეს მოწყობილობა დავარდება, პრობლემა წესით არ შეექმნებათ. ასევე ეს მოდელი არის მტვერგამძლე, გულისხმობ იმას, რომ აი ამ ნაწილში განათებისში და ლინზაში მტვერი არ შევა და არ გაჭუჭყიანდება. მოკლედ, სულ ეს იყო ამ მოდელზე. შეგახსენებთ, ეს არის მოდელი EDC35. მაქსიმალური განათება არის 5000 ლუმენი, მინიმალური არის 5 ლუმენი და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს იყო Nitecore-ს ბრენდი. თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად გითხარით. მადლობა.